გამარჯობათ. გვინდა გესაუბროთ იორ ალაზნის ამ ორი მდინარის ნამდვილ შუამდინარეთზე და არა იმ შუამდინარეთზე, რომელიც მეორადი შუამდინარეთია ტიგროს ევფრატის. თქვენი ყურადღებაა საჭირო და გთხოვთ რომ გულდასმით მოусმინოთ ამ ყველაფერს. აი ეს არის მდინარე იორი და აი ეს გახლავთ მდინარე ალაზანი და მათ შორის არსებული შუამდინარეთი. იორი და ალაზანი ერთმანეთს უერთდება, თავის დროზე პირდაპირ უერთდებოდა, ეხლა მინგეჩაურის წყალსაცავში ჩაედინება, მინგეჩაურის წყალსაცავი შემდეგ გაკეთებულია ეს წყალსაცავი საბჭოთა პერიოდში. და რატო ვამახვილებთ ჩვენ ახლა ყურადღებას იორ ალაზნის შუამდინარეთზე, ამას თქვენ აუცილებლად აგიხსნით ქვემოთ. აქვე არის ასევე აი მითითებულია აღმოჩენილი ობიექტი ივრის ნაპირზე, მდინარე ივრის ნაპირზე. იორ ალაზნის შუამდინარეთში, ოღონდ მდინარე ივრის ნაპირზეა აღმოჩენილი ობიექტი, რომელიც ჯერჯერობით გამოუკვლეველია და ასე რომ ვთქვათ, არ მიმდინარეობს მისი საფუძვლიანი გამოკვლევა. აი ამ ობიექტს გაჩვენებთ ახლა. ეს დაფიქსირდა აეროფოტო გადაღების შედეგად, აი ეს ობიექტი თქვენ თვითონაც ხედავთ აი ამ გოდოლს თვითონ და ხედავთ ქალაქის ნაშთებს. გოდოლი დიამეტრი არის 90 მეტრი, რომელიც ემთხვევა ბაბილონის გოდოლის გადმოცემით ინფორმაციას, რომ 90 მეტრი იყო და 20 მეტრის სიმაღლეში დაახლოებით, თან დაუსრულებელი ობიექტია, როგორც მოგეხსენებათ ძველი წყაროებიდან. ზუსტდება, რომ ეს ობიექტი არ დასრულდა ბოლომდე და განიფანტა აქედან ხალხი ამ ტერიტორიებიდან. ეხლა კი წარმოგიდგენთ არგუმენტებს თუ რატომ ვთვლით ჩვენ, რომ ეს გამოუკვლეველი ობიექტი არის ბაბილონის გოდოლი და რატომ მდებარეობდა ის ნამდვილ შუამდინარეთში, იორ ალაზნის ხეობაში და არა იქ, მერე შემდეგ უკვე რო დაარქვეს ეს სახელები აქედან წასულმა ხალხმა თავიანთ ადგილებზე, სადაც გაიფანტნენ. ეხლა კი ყურადღებას მოვითხოვ თქვენსას. დიდი ბორბალო საკვანძო მასივია, მის კალთებზე რადიალურად ეშვება მდინარეების ანდაკის, ფშავის, არაგვის და ალაზნის ზემოთები. დიდი ბორბალო მთა საქართველოში კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის მხარეების ადმინისტრაციულ საზღვარზე, დუშეთისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3294 მეტრი. პატარა ბორბალო მთა საქართველოში კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3134 მეტრი. მოქცეულია დიდი ბორბალოს ჩრდილო-აღმოსავლეთით. პატარა ბორბალოზე გადის საყორნისა და ანდაკის უღელტეხილების დამაკავშირებელი გზა. ეხლა საყორნე განვიხილოთ. საყორნე უღელტეხილი საქართველოში კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს კახეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 2835 მეტრი. დიდი ბორბალოს, პატარა ბორბალოს და საყორნეს მთიანი მასივები ერთი და იგივე ტერიტორიაზე მდებარეობს, საიდანაც სათავეს იღებს ორი უმნიშვნელოვანესი მდინარე, იორი და ალაზანი. ალაზანს დიდი იორი ერქვა. ეს ორი მდინარე ახლანდელ მინგეჩაურის წყალსაცავში ჩაედინება. თავის დროზე კი უბრალოდ ერთმანეთს უერთდებოდა და იორ ალაზნის შუამდინარეთს ქმნიდა. თუ რაში გვჭირდება ამ ორი მდინარის შესახებ ინფორმაცია, ამას ქვემოთ მოგახსენებთ. მოვიყვანთ ციტატას თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნიდან, გვერდი 13-14. ძველთა უკუღ ღეოგრაფიათა შინა და ჰაზრისამებ პლინოსისა და სტრაბონისა სახელედების გიორგიასა იბერია ორთა მათ მდინარეთა გამო გამომდინარეთა კავკასიისა მთით, რომელთაცა ერთსა ეწოდების დიდი იორი და მეორესა მცირე იორი. დიდსა იორა მდინარესა ეწოდებიან სხვანიცა ორნი სახელნი, აბანთა და ალაზანი, ხოლო მცირე იორა მდინარესა ეწოდების მხოლოდ თვისი საკუთარი სახელი იორი, ვიდრე მოდგეინდელად დღემდე. ასევე თეიმურაზ ბატონიშვილი, გვერდი 14. აბანთა დიდსა იორა მდინარესა ეწოდა უწინარეს. აბანთა არის ალაზანი და ასევე დიდი იორი. ხოლო ალაზანი ოდეს პირველთა ჟამთა შემოვიდეს ივერიისა ქვეყანასა სკვითნი უწოდეს მათ
სკვითებმა უწოდეს ალ-აზანი. ისედაც ხვდებით თქვენ სახელიდან გამომდინარე, რომ ქართული ფესვები არ აქვს ამ სახელს, ალ-აზანი. აღმოსავლური და ასე რომ ვთქვათ, თურქმანული წარმოშობის ჟღერადობის სახელია. განვაგრძობ თეიმურაზ ბატონიშვილი, ასევე გვერდი 14-15. ხოლო წოდება სახელისა ამის ივერია, ანუ ივერო, განიმარტების ესრეთ, ვინაიდან მდინარენი იგი დიდი იორი და მცირე იორი გამომდინარეობენ დასაწყისსა შინა ერთისაგან სათავისა და შემდგომად განიყოფიან ორად, ამისთვის წყალთა მათ სახელ ედვა იორი, ანუ იორა. ესე იგი გაორდა, ანუ ორი შეიქმნა. ვინცა იორი, ანუ იორა თქმაი გარდაიქმნა იორიად, ანუ ივერიად. და ამის ძლით მდინარეთა ამათ სახელი მიუღიეს ყოველსა სამზღვარსა სრულიად საქართველოისა. ყურადღებით მოусმინეთ, სრულიად საქართველოისა და არა მარტო აღმოსავლეთს ან დასავლეთს. გინა გიორგიისასა კასპიის ზღვიდან ვიდრე შავ ზღვამდე. ყოველსა ზემოსა, ანუ აღმოსავლეთ საქართველო, ვიდრე კასპიის ზღვამდე და ქვემოსა, დასავლეთ საქართველო, ივერიასა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ერთიანი სახელმწიფო დაარსდა ქართლოსის მიერ ძველი წელთაღრიცხვით 2723 წლიდან. ეს წელიც თეიმურაზ ბატონიშვილს უწერია მის წიგნში, საიდანაც ჩვენ აღებული გვაქვს ეს წელი. ეს თარიღი თრიალეთის კულტურის დასაწყისს ემთხვევა. ქართლოსიანები კავკასიაში შემოვიდნენ მდინარე ივრის ხეობით. ამიტომ საქართველოს, ანუ ივერიას, იორის გამო ეწოდა სახელი იორია, ანუ ივერია. შემდგომში კი მადლიერმა ხალხმა ქართლოსის საპატივცემულოდ ჩვენს ქვეყანას საქართველო უწოდეს და ცალკეულად არ არსებობდა თუნდაც ოქროს საწმისის პერიოდში კოლხეთის სამეფო. ეს იყო კოლხეთის სამამასახლისო. სამამასახლისობით მმართველობით ფორმაზე ჩვენ ვიდეოები ჩაწერილი გვაქვს და გთხოვთ უყუროთ. თუ რა მმართველობითი ფორმა იყო ეს მამასახლისობითი და უძველესი დროიდან იღებს სათავეს ეს ფორმა მმართველობის. მამასახლისით ოტია, კოლხეთის სამეფოზეა საუბარი, აიეტი, რომელიც ემორჩილებოდა მცხეთის მამასახლის, როგორც მთავარ მამასახლის მმართველობის ცენტრს. საბჭოთა ისტორიკოსები კი 10 წლეულების მანძილზე ტყუილებით კვებავდნენ და ავრცელებდნენ საქართველოს სახელმწიფოს დაარსებასთან დაკავშირებით სეპარატისტულ მოგონილ და გაყალბებულ ისტორიას. თითქოს ერთიანი ქართული სახელმწიფო პირველად ფარნავაზმა შექმნა სხვადასხვა ტომებისგან გაერთიანების გზით, რაც ტყუილია და სეპარატისტული ინფორმაციაა საბჭოთა ვითომ მეცნიერების მიერ შეთხზული. ფარნავაზმა კი არ შექმნა პირველად ერთიანი ქართული სახელმწიფო, არამედ აღადგინა ქართლოსის მიერ მთლიანი საქართველოს საზღვრებში დაარსებული ქვეყანა ერთი და იგივე ქართველური ტომებით განსახლებული თავის დროზე. ასევე კიდევ ერთი დიდი ტყუილი საქართველოს სახელთან დაკავშირებით, ანუ გეორგია, ვითომ მიწათმოქმედთა ქვეყანა ისე უწოდესო ბერძნებმა საქართველოსო. სინამდვილეში კი გეორგია იორიის დამახინჯებული ფორმაა ძველი ბერძნების მიერ. აქვე კიდევ ერთხელ განმეორდებით, საქართველოს თავდაპირველად ერქვა იორია, მდინარე ორი იორის გამო, დიდი და მცირე, გესაუბრეთ ამაზე. დიდი იორი, ანუ ალაზანი და მცირე იორი, ანუ დღევანდელი იორი. ერქვა იორია. მდინარე იორის გამო, რა გზითაც კავკასიაში შემოვიდნენ ქართლოსიანები და შემდგომში მთლიანი ადგილი აითვისეს კასპიის ზღვიდან შავი ზღვის ტერიტორიების ჩათვლით. თავად ქართლოსმა დაარსა ერთიანი ქართული სახელმწიფო დასაბამიდგანვე. იორი მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში სათავეს იღებს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ბორბალოსთან, ზღვის დონიდან 2600 მეტრის სიმაღლეზე. ალაზანი იგივე დიდი იორი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში სათავე აქვს კავკასიონზე, ასევე მწვერვალ დიდი ბორბალოს აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2750 მეტრის სიმაღლეზე. ეხლა თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნიდან ასევე მოგიყვანთ კიდევ ერთ არგუმენტს. გვერდი 8. მეორე არს კავკასიურთა მთათაგანი, ეგრეთვე უმაღლესი, რომელსა ეწოდების საყორნე, უმეტეს საშინელთა კლდითა საკვირველად სახილველი, ესე უკვე მთა არს თავსა პანკისა ხეობებისასა. თეიმურაზ ბატონიშვილი, კიდევ გვერდი 8.
გონებდნენ ერნი ივერიისანი და რომელნიმე სხვანიცა ნათესავთაგანი ისტორიკოსნი, რომელ ნამდვილ მთა იგი საყორნისა არს, რომლისაცა სიმაღლისა კლდესა ზედა მიმშვალულ იყო პრომეთეოს, ანუ ამირანი, იუპიტერის მიერ დასასჯელად სასტიკითა მით რისხვითა, რომელსაცა დღითი დღე გაუპებდის გვერდსა მისსა და აღმოსჭამდიან ცოცხლისა გვერდ გაპებულისასა ყორანი მის მთისანი ყოველსა შინაგანსა გულ ღვიძლსა მისსა, ხოლო ყორანი მისი თისანი ყოვლითურთ განეყოფებიან სხვათა ყორანთა, ვინაიდან სასტიკ რამე არიან. აქვე კიდევ თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნიდან ციტატა, გვერდი 8. იტყვიან მუნებურნი, რომელ წინაპართა ჩვენთა უჩვენეს მთა იგი დიდსა ალექსანდრეს მაკედონელსა, ოდეს მოიწია იგი დაპყრობად ივერიისა. თეიმურაზ ბატონიშვილი ასევე გვერდი 100. წარუძღვენ მუნებურნი ალექსანდრეს შიგნითისა კახეთისა თავსა და უჩვენეს მას საშინლად სახილველი იგი კლდეი მთისა მის დიდისა კავკასიისაგანი, რომელსაცა ეწოდების საყორნე, სადაცა პრომეთეს ამირანი იყო დამსჭვალულ, ხოლო ესე მთა არს პანკისისა ხეობის თავსა გარდასავალსა თანათუშეთისასა. აქვე თქვენ თვითონ ხვდებით თუ რა უმნიშვნელოვანესი მთათა სისტემა არის საყორნე და მასთან მდებარე ბორბალოს მასივი, საიდანაც სათავეს იღებს ორი იორი, დიდი იორი, ანუ ალაზანი და მცირე იორი, ანუ დღევანდელი იორი, რომლებიც ქმნიან ნამდვილ შუამდინარეთს, იმ უძველესი კულტურის დასაბამ ადგილს, რომელიც შემდგომში ამ ტერიტორიებიდან წასულმა ხალხმა მიაკუთვნა ტიგროსისა და ევფრატის მეორად შუამდინარეთს. ასევე ის ფაქტი, რომ ალექსანდრე მაკედონელს აჩვენეს ეს ადგილი, მის მნიშვნელობაზე მეტყველებს. ახლა კი მტკიცებულებებს მოვიყვანთ თუ რატომ არის ნამდვილი შუამდინარეთი იორ ალაზნის მდინარეებს შორის არსებული ტერიტორია და არა ტიგროს ევფრატის შუამდინარეთი, რომელსაც შემდგომში უწოდეს შუამდინარეთი. ნებროთის წიგნი პირველად ქართულ მატიანეებში გვხვდება ლეონტი მროველის ქართლის ცხოვრებაში მირიან მეფის დროს, როდესაც იწყება გამოკვლევა წმინდა ნინოს მიერ ნაქადაგები ახალი სჯულის ქრისტიანობის. მაშინ მირიან მეფე განკვირდა და იწყო გამოძიებად სჯულისა ქრისტესსა და მრავალ გზის კითხავნ ჰურია ყოფილსა მას აბიათარს, ძველთა და ახალთა წიგნთასა და იგი უწყებდა ყოველსა და წიგნიცა რომელი ჰქონდა მირიან მეფესა ნებროთისი და მასცა წიგსა შინა პოვა წერილი ესრეთ. ახშენებასა მას გოდოლისასა ხმა იყო ზეცით ნებროთის მიმართ, რომელი ეტყოდა მე ვარ მიქაელ, რომელი დადგინებულ ვარ ღმრთისა მიერ თავრობასა ზედა აღმოსავლისასა, განვეთ ქალაქით მაგით რამე თუ ღმერთი ფარავს ქალაქს მაგას, ხოლო უკანასკნელთა ჟამთა მოვიდეს მეუფე იგი ციცსა, რომლისა იგი შენ გნებავს ხილვა, ერსაშორის შეურაცხსა, შიშმან მისმან განაქარვოს გემონი სოფლისანი, მეფენი დაუტევებენ მეფობასა და ეძიებენ სიგლახაკესა, მან გიხილოს ჭირსა შინა და გიხსნეს შენ, მაშინ გულის ხმა ხო მეფე მან მირიან, რამე თუ ძველნი წიგნი და ახალნი ეწამებოდეს და ნებროთის წიგნიცა დაამტკიცებდა და შეექმნა სურვილი ქრისტეს სჯულისა. ასევე გვხვდება ჯუანშერის ქართლის ცხოვრებაში, როდესაც აღნიშნულ წიგნზე და მისი შინაარსის რაობაზე გაკვრით საუბრობს ვახტანგ გორგასალი, მეფე ვახტანგ გორგასალი. ხოლო ნებროთს ენითა სპარსულით რქვა, მე ვარ მიქაელ ანგელოზი, რომელი დადგინებულ ვარ ღმრთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავლისასა, განვეთ ქალაქით მაგით რამე თუ ღმერთი ფარავს ქალაქსა მაგას, ვიდრე გამოჩინებამდე სამოთხისა, რომელი ესე დგას მახლობელად ნაშენებსა მაგას შენსა, რომელსა შორის არს მთა ესე, რომლისაგან აღმოვალს მზე და გამოვლენ მისგან ორნი მდინარენი, ნილოსი, იგივე ალაზანი, ან დიდი იორი და გეონი, იგივე იორი, თანამედროვე იორი. რამე თუ გეონსა გამოაქვს 64 ხე სულნელი და თივა, რომელი შეეზავების მუშკსა. ათ წარვედ შენ და დაჯეთ ორთავე მდინარეთა შორის, ევფრატსა და ჯილასა. აი ხომ ხედავ, აქიდან წასვლის შემდეგ წავიდნენ და დაჯდნენ ევფრატსა და ჯილას შორის, შემდგომ უკვე მეორად შუამდინარეთში, ასე რომ ვთქვათ.
და განუტევენ ნათესავნი ესე ვითარცა ვინ ინებოს რამე თუ წარუვლენიან უფალსა ხოლო მეფობა შენი მეფობდეს ყოველთა ზედა მეფეთა არამედ ჟამთა უკანასკნელთა მოვიდეს მეუფეცისა რომლისა შენ გნებავს ხილვა მისიერსა შორის შეურაცხსა შიშმან მისმან განაქაროს გემონი სოფლისანი მეფენი დაუტევებდნენ მეფობასა და ეძიებდნენ სიგლახაკესა მაშინ გიხილოს შენ ჭირსა შინა და გიხსნეს ღმერთმან და დაუტევეს ყოველთა ქალაქი და წარვიდეს და დაუტევნა ჰინდურად მზრახველი ჰინდეც სინდი სინდნეც ხრომნი ხრომს ბერძენი საბერძნეც აგდამაგუგ მაგუგეც სპარსნის სპარსეც ხოლო პირველი ენა ასურებრი იყო და ესე არიან 7 ენანი რომელნი ნებროთისამდე ზრახვიდეს ნებროთი გახლდათ ბაბილონის გოდოლის აღმშენებელი ასე რომ ვთქვათ მეთაური ვინაც ააშენა ბიბლიური პერსონაჟია ამისთვის მოგითხარ რომელ მამათა ჩვენთა დაფარულად ეპყრათ წიგნი ესე ხოლო მე შურმან საღმრთომან მაიძულა თქმად ამისა ამის მიერ შეიწყნარა მამამან ჩვენმან მირიან სახარება ქრისტესი ნინოს მიერ განმარტავთ თუ რატომ არის ნილოსი და გეონი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მდინარეები თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნიდან გვერდი 3 სტატია 1 სირიანელნი და ეთიოპელნი ყოფნი გრძლად შემდგომად მცხოვრებელთა ნილოსის კიდესათა არა იყვნენ ჯერეთ პირველთა ერთა შორის აღრიცხულ შთამომავლობაი მათი გამოვიდა პირველ მცხოვრებთა ერთაგან კავკასიისათა რომელნიცა განმრავლდებოდნენ თათა ზედა ატლანტიისა ატლასის მთები იგულისხმება და ლიბანიისა ლიბია იგულისხმება აქ და არა ლიბანი ესეც არგუმენტი ისტორიული დოკუმენტიდან თუ როგორ წავიდა ხალხი კავკასიიდან ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შემდეგ მთელს დედამიწაზე და მათ შორის აფრიკის კონტინენტზე სადაც მდინარე ნილოს კავკასიაში არსებული მდინარისგან წაღებული სახელი იორი ანუ მდინარე იორი დაარქვეს კიდევ ერთხელ განმეორდებით ძველი ეგვიპტერები თავიანთ მდინარე ნილოს იორს ეძახდნენ ნილოსი კი ძველი ბერძნების დარქმეული სახელია ახლა ხომ ხვდებით ნებროთის წიგნში ნახსენები მდინარეები ნილოსი და გეონი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ის პირველი მდინარეებია რომლებიც გეოგრაფიულ ნიშნულებადაა გამოყენებული აქვე ისევ მოგიყვანთ ციტატას ნებროთის მიერ ბაბილონის გოდოლის მშენებლობასთან დაკავშირებით თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნიდან გვერდი 28 თარგამოსისთვის წერილი არს მატიანეთა შინა ქართლოსიანთასა ოდეს აღაშენა ნებროთმან გოდოლი ბაბილოვანისა და გაიყო ენაი ყოვლისა ქვეყანასა და განიბნივნეს ერნი პირსაზე და ყოვლისა ქვეყანისასა წარმოვიდა მაშინ თარგამოს მამაი ქართლოსისა ჰაოსისა და სხვათა ძმათა მათთა მრავლითა ნათესავი თურთ მათით დაერითა დიდითა და დაემკვიდრა არარატისა და მასისისა მთათაშინა მაგართა და შეუვალთა როდესაც განმარტებას გავაკეთებ პატარას როდესაც ეს თარგამოსიანები მოვიდნენ თარგამოსი გახდათ ქართლოსის მამა ქართლოსი კი იცით ზემოთ გესაუბრეთ ამაზე რომ ქართველთა ერთნარკი იყო დამაარსებელი ქართული სახელმწიფოსი ქართლოსის მამა თარგამოსი როდესაც მოვიდა კავკასიის რეგიონთან ახლოს ასე რომ ვთქვათ მასისის და არარატის მთებთან შემდეგ უკვე ქართლოს და დანარჩენ 6 ძმას გაუნაწილა საქართველოს ტერიტორია ჰაოსი იგივე ხათოსი კი თავისთან დაიტოვა ესე გაანაწილა მიწები შვილებისთვის ქართლოსი კი ივრის ხეობით შემოვიდა შემდეგ უკვე საქართველოში და დაარსა ქართული სახელმწიფო ასევე კიდევ ერთი ციტატა და არგუმენტი ისტორიული წყაროდან თუ როგორ გაიფანტა კავკასიიდან ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შემდეგ ხალხი ქვეყნის პირზე ისევ თეიმურაზ ბატონიშვილი გვერდი 9 სირიანელნი ძველნი ვითარცა მოვიხსენეთ ზემორე აღწერენ ასურელთაცა და სხვათა ყოველთა დაუგდეთ ყური სხვათა ყოველთა ერთა ზედა უპირველეს მყოფად ივერიელთა თემსა და კავკასიით გარდასახლებასა სხვათა ყოველთა აქ მოვიყვანთ არგუმენტს ასურელების კავკასიურ წარმომავლობასთან დაკავშირებითაც ასევე თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნიდან გვერდი 3 სტატია 2 სათანადო არს უწყებათ ასურელთათვის არს ყოფისა ესე იგი შთამოსირვისა მთისა პირველ მთასა მყოფთა ერთაგან რომელნიცა იყვნენ კავკასიელნი
ასე რომ ბაბილონის გოდოლის მშენებლობის შემდეგ მთელ მსოფლიოში გაიბნა ხალხი, უფრო სწორად ღმერთმა განდევნა ამ ტერიტორიებიდან, თანაც ენებიც აურია, ამაზე ძველ აღთქმაშიცაა საუბარი, ხო, სხვათა შორის ბიბლია მარტო რელიგიური წიგნი კი არ არის, არამედ ისტორიულიც დასაბამიდან. ოღონდ მხოლოდ სემის მოდგმის ხალხის, ჩვენ კი იაფეტიდური წარმომავლობის ხალხი ვართ და აუცილებლად უნდა აღვადგინოთ იაფეტის წიგნის ის ინფორმაცია მაინც, რომელიც ამ არაფრის მაქნის თვითმარქვია ვითომ მეცნიერებს გადაურჩა. ყველა ქვეყანა ცდილობს თავისი წარსულის შესახებ მაქსიმალურად გაიგოს ყველაფერი და ჩვენი ქართველი ვითომ მეცნიერები კი ცდილობენ ყველაფერი ჩვენი წარსულის შესახებ დარჩეს გაურკვეველი. ესეც ქართული არაგონიერების გამოვლინებაა ერთ-ერთი. ასევე მოქმედებს მათი პირადი ინტერესებიც, რაც მათ ტყუილებით სავსე ვითომ ნაშრომებს ეხება და ჩვენი ქვეყანა სულ ფეხზე კიდიათ. ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ასე აუცილებელი ასე ითქვას. თავარია მათი პირადი კომფორტი არ დაირღვეს. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია, რომ სიმართლე გახდეს საჯარო. ეს მოკლე გადახვევა ახლა კი განვაგრძოთ. ხოლო კავკასიის რეგიონიდან განდევნის შემდეგ სხვადასხვა კულტურებში შემორჩა ის სახელები და ტერმინები, რომლებიც აქედან წასვლის შემდეგ დაარქვეს თავიანთ ახალ ტერიტორიებზე არსებულ ობიექტებსა თუ გეოგრაფიულ ნიშნულებს განდევნილმა მოსახლეობამ. ამ ყველაფერს გულდასმით აყალბებდნენ და მალავდნენ ვითომ მეცნიერები და რაღაც დაინტერესებული ჯგუფები, ზოგი რელიგიური ნიშნით, ზოგი პოლიტიკური და ზოგიც უტვინობის და უცოდინარობის სასარგებლო იდიოტის როლში მყოფობით. ფაქტიურად კავკასიის რეგიონის უძველესი და უდიადესი ისტორია გააქრეს მსოფლიოს ისტორიის ჯაჭვიდან. ჩვენ კი ვცდილობთ საჯარო გავხადოთ და ყველა ქართველისთვის იყოს ცნობილი, თუ რა უძველეს და უმნიშვნელოვანეს ტერიტორიებზე ვცხოვრობთ. ამისთვის საჭიროა თქვენი აქტიურობა. გამოიწერეთ ჩვენი არხი და უყურეთ ვიდეოებს. უაღრესად მნიშვნელოვან ფაქტებს გაიგებთ ჩვენი წარსულის შესახებ. ხალხს, რომელსაც თავისი წარსული არ ეცოდინება, დაგვიჯერეთ, მას არც მომავალი ექნება ისეთი, როგორიც ქვეყანას სჭირდება. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.